სადგომასა შენსა ქრისტე მაცხოვარ, ანგელოზნი უგალობენ ცათა შინა და ჩვენცა ღირსკვნენ ქვეყანასა ზედა, წმინდით გულით დიდებად შენდა. ამ საგალობლით იწყება ყოველწლიურად სააღდგომო მსახურება, ყველაზე დიდებული დღესასწაული ქრისტიანობის ისტორიაში. მსახურების დაწყებამდე კი წმინდა და ღვთაებრივი ცეცხლის გარდამოსვლა იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე ამოწმებს, რომ ჩვენი ცოდვების მიუხედავად უფალს ხელი არ აუღია ჩვენზე და საღვთო მადლი კვლავ იფარავს სიყვარულით შექმნილ სამყაროს. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სააღდგომო ლიტურგია ყოვლადწმინდა სამების სახელობის ტაძარში ცხუმაფხაზეთის მიტროპოლიტის დანიელისა და ბორჯომისა და ბაკურიანის მიტროპოლიტის სერაფიმეს თანამსახურებით აყავდინა. იერუსალიმიდან ჩამოგვიტანეს ღვთაებრივი ცეცხლი. ქრისტე აღსდგა. ქრისტე აღსდგა. ქრისტე აღსდგა. ყოვლად სამღვდელო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერმონოზონნო, ყოველნო მკვიდრნო, ღვთივკურთხეული ივერიის მიწისა და დროებით ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო, ჩვენო ძვირფასო თანამემამულენო, ქრისტე აღსდგა. აი დგება ჟამი ყოვლის მომცველი ბედნიერებისა. გმინავს შემოსრული ჯოჯოხეთი, ხოლო მისი დიადი მძლეველი ზეცა დამაღლდება და თან შემხვედრ გაოცებულ ანგელოზთა ხმას მოჰყვება, ვინ არს ესე მეუფე დიდებისა. ათ უკვე ჩვენც აღდგომის სიხარულით აღსილნი ქრისტიანენი პასუხად ვამბობთ, უფალი ძალთაი, თავადი არს მეუფე დიდებისა. სადა არ სიკვდილო საწერტელი შენი, სადა არს ჯოჯოხეთო ძლევა შენი. აღსდგა ქრისტე და დაირღვიე შენ. აღსდგა ქრისტე და დაეცნეს ეშმაკნი. აღსდგა ქრისტე და იხარებენ ანგელოზნი. აღსდგა ქრისტე და ცხოვრება მოქალაქობს. ამ დღესასწაულთა დღესასწაულს მრავალსაუკუნოვანი მტანჯველი მლოდინი უძღოდა წინ. რა იყო მიზეზი კაცთა მოდგმის ასეთი ხანგრძლივი და დიდი განსაცდელისა? ღმერთმა ადამი თავის ხატად და მსგავსად შექმნა და მთელი ხილული სამყაროს მეფედ დაადგინა. იგი იყო ერთადერთი არსება, უკვდავი სულის მქონე, რომელიც თავის თავში აერთიანებდა ხორციელ და სულიერ ბუნებას. შემოქმედმა მას თავისი ბუნებით თვისებები მიჰმადლა, რომელთაგან ერთ-ერთი უმთავრესის თავისუფლების შესახებ ამ ეპისტოლეში მინდა გესაუბროთ. სწორედ თავისუფალი ნებით იყო ადამი უფლის დამორჩილებული, რაც სიყვარულისა და სიკეთის უშრე წყაროსთან, ღვთაებრივ მადლთან მის კავშირს განაპირობებდა. ანგელოზთა დასას თავისუფალი ნება ებოდა ღვთისაგან. თავისუფლების არასწორად გამოყენების გამო კი ერთ-ერთი უპირველესი ანგელოზი ამ პარტავნებამ შეიპყრო. თავისი ნებით განშორდა შემოქმედს და ეშმაკად იქცა. მანვე უბიძგა ადამიანს ცნებისაკენ, რასაც შედეგად მოყვა ის, რომ სამყაროს გვირგვინი ადამიანი ცოდვას დაემონა, შეეცვალა აზროვნების და ყოფის წესი და როგორც თვითონ, ისე მის დამირწმუნებული სამყაროს მასთან ერთად დაეცა. ადამმა და ევამ დაკარგეს ჭეშმარიტი სიყვარული, ჭეშმარიტი სიკეთე და თავისუფლება. დასნეულდა ნამავოების, ბოროტების, სიძულვილის, შურის, ასევე სხვა მრავალი სენით და სიკვდილსა და ხსნილებისა დაემკვებებარდნენ. ასევე იყო კაცთა მოდმის მდგომარეობა ქრისტეს მოსვლამდე. ჯვარცმითა და აღდგომით მაცხოვარმა ჩვენმა ცოდვები ახოცა და ჩვენი წყლულები განკურნა. შემოსრა ჯოჯოხეთი და სიკვდილი განაქარვა. დაამხო ეშმაკის მეუფება და კვლავ მოგვანიჭა ნამდვილი თავისუფლება და სიხარული. ამასთან უფალმა დაგვიბრუნა ძველი დიდების აღდგენის შესაძლებლობაც. ამიტომ წერს პავლე მოციქული თავისუფლებისათვის განგვან თავისუფლა ქრისტემ, ნუ ღარ დავიმონებთ, მოდავიდგამთ მონობის უღელს.
მაცხოვარმა არა მარტო ცოდვისა და ტყვეობისაგან იხსნა კაცობრიობა, არამედ ადამიანთა შორისაც ურთიერთობის სრულიად ახალი გაგება მოიტანა. არა არს ხურიაება, არც წარმართება, არა არს მონება, არც აზნაურება, არა არს რჩევა მამაკაცისა, არსა დედაკაცისა, რამე თუ თქვენ ყოველნი ერთ ხართ ქრისტე იესოს მიერ ვასწავლის მოციქული. საოცარია ეს სიტყვები დაიწერა მონათმფლობელობის პერიოდში, იმ დროს, როცა ქალის უფლებები უკიდურესად შეზღუდული იყო და რასობრივი დისკრიმინაციაც მკვეთრად იყო გამოხატული. მან ეკლესიაში სიყვარულით შეერთა საზოგადოების არა მარტო განსხვავებული, არამედ დაპირისპირებული ფენებიც და მამა ღმერთს ასე შეავედრა, რაითა ყოველნი ერთ იყვნენ, ვით არცა შენ, მამაო ჩემდამო და მე შენდამი. თავისი მოწაფეებიც მაცხოვარმა საზოგადოების სხვადასხვა ფენიდან შეკრიბა. ანდრია, პეტრე, იაკობი და იოანე მეთევზეები იყვნენ, მათე სახელმწიფო მოხელე, ლუკა მხატვარი და ექიმი, პავლე რაბინთა სკოლაში აღზრდილი, იოსებ არიმათიელი წარჩინებული პირი და ამით გვიჩენა, რომ ღვთის წინაშე ყოველნი თანასწორნი ვართ და ჩვენ შორის მეტნაკლებობის მხოლოდ სულიერი განვითარება განაპირობებს და არა სიმდიდრე, წარმომავლობა, გარეგნობა ან თანამდებობა. ეკლესია თავისუფალ ადამიანთა ერთობაა, ნებისმიერი ადამიანის ნავთსაყუდელია. აქ არსებული საეკლესიო იერარქია კი ოდენ საშუალებას საეკლესიო მმართველობის განხორციელებისა და საიდუმლოებების აღსრულებისა. სახარებიდანაც ნათლად ჩანს, რომ სახელმწიფო განსხვავდებით იერარქიას ეკლესიაში თვისობრივად სხვა ფუნქცია აქვს, ვინც ხალხის მთავრად არიან მიჩნეულნი, კითხულობთ აქ, ბატონობენ მათზე და მათი დიდებულნი ხელმწიფებენ მათზე, მაგრამ თქვენ შორის ასე ნუ იქნება, არამედ ვისაც თქვენ შორის დიდობა სურს, ის იყოს თქვენი მსახური, ვისაც თქვენ შორის პირველობა სურს, ის იყოს თქვენი მონა. ამიტომაცაა, რომ მაცხოვარი მეგობრებს უწოდებს თავის მოწაფეებს და ფეხებს ბანს მათ, ყველა კეთილმორწმუნე ადამიანს კი შვილობის მადლს მიაგებს და პატივს ანიჭებს ღმერთს მამა უწოდონ. მაცხონებელ სწავლებასთან ერთად ქრისტიანობამ ერებსა და ხალხებს თავისუფალი განვითარებისათვის საოცარი მუხტი მისცა და მნიშვნელოვან წილად განაპირობა დამოუკიდებელი ეროვნული კულტურის ჩამოყალიბება. საქართველოშიც ქრისტიანობამ ხელი შეუწყო ჩვენი ხალხის ერთიან ერად ფორმირების მრავალსაუკუნოვანი პროცესის დასრულებას და ჭეშმარიტი თავისუფლებისა და თვითმყოფადობის ზრუნვის სრულიად ახალ ეტაპზე გადასვლას. შედეგი ამისა კი იყო ის, რომ ჩვენთვის ქრისტიანობის დაცვა სამშობლოსა და ჭეშმარიტი თავისუფლების დაცვად იქცა. ამ თავისუფლების სამსხვერპლოზე სიცოცხლეს ზვარაკად უშურველად წირავდნენ მეფენის და გლახაკნიც, ახალგაზრდანის და მოხუცებულნიც. გავიხსენოთ მე-16 საუკუნე. ამ დროს საქართველოს დაპყრობას ცდილობდა ურთიერთდაპირისპირებული ორი დიდი სახელმწიფო, სპარსეთი და ოსმალეთი. დიდგვაროვანთა ერთი ნაწილი ოსმალეთის სულთანს ეგებოდა ფეხქვეშ, მეორე ნაწილი კი სპარსეთის შაჰს. შექმნილი მძიმე მდგომარეობის მიუხედავად, ქართლის მეფე სვიმონი მაინც თავდაუზეგავად იბრძოდა ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის. სამშობლოს ერთგული შვილი ტყვეობამაც ვერ გატეხა, იგი ბოლომდე თავისუფალ პიროვნებად, მამულისა და სარწმუნოების დამცველ რაინდად დარჩა. მისი ცხოვრება მაგალითად იქცა და მრავალნი განამტკიცა. ხალხს თავდადების ასევე ბრწყინვალე მაგალითი უჩვენა მისმა შვილიშვილმა, მეფე ლუარსაბ მეორემ, რომელმაც სავსებით ახალგაზრდამ თავისუფლებასა და ქრისტიანობას შესწირა სამეუფო ტახტიც, სიცოცხლეც და მოწამეობრივად აღესრულა. ასობით და ათასობით გაღებული ასეთი მსხვერპლმა ჩვენ ერს დიდება მოუპოვა, რამაც მრავალტანჯული ეს პატარა ქვეყანა გადაარჩინა და დღემდე მოიყვანა. რა თქმა უნდა, ნაწილმა ვერ გაუძლო ცნუნებას და წარმავალი კეთილდღეობა ამჯობინა თავისუფლებას. ხშირად მათ მაღალი თანამდებობები ეკავათ, ზოგიერთი კი ქვეყანასაც მართავდა, მაგრამ სინამდვილეში მონა და მსახური იყო დამპყრობელისა.
ეს ყველაფერი ნათლად წარმოაჩენს იმ რეალობას, რომ თავისუფლებაცა და მონობას შინაგანი სულიერი მოვლენაა და მას ადამიანისა და ერიც თავისი ნებით ირჩევს. ჩვენმა ხალხმა არჩევანი დიდი ხნის წინ გააკეთა და ეს განწყობა სასიქადულო პოეტმა აკაკი წერეთელმა ძალიან მოკლედ, მაგრამ მრავლის მთქმელად ამ სიტყვებით გადმოსცა. ჯობს მონობაში გადიდკაცებულს თავისუფლების ზებნაში მკვდარი. შინაგანი როგორი სილაღე თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის როგორი სიყვარულია მასში განცხადებული. ამ განწყობის რა თქმა უნდა რწმენა განაპირობებდა. ქართველმა იცოდა, რომ ქრისტიანული ცხოვრებითა და ქვეყნისათვის თავდადებით სასუფეველს დაემკვიდრებდა და ამდენად მისთვის სიკვდილი არსებობის ერთი სახიდან მეორე სახეში გადასვლის საშუალებას წარმოადგენდა. ამ აზრის შემცველია გენიალური ქართული სიტყვა გარდაცვალებაც, რაც გულისხმობს იმას, რომ პიროვნება კი არ ქრება, არამედ იცვლება, სიცოცხლის ერთი მდგომარეობიდან მეორეში გადადის. ჩვენს ენაში სხვა ასევე მეტად საინტერესო გამოთქმებიცაა. შვენიერი მიმართვა მაგალითად ლაზური შური მნიშე, სულის მომხსენიებელი, ასე უწოდებთ ლაზი თავის პატარა შთამომავალს, რაც გულისხმობს იმას, რომ იგი მისი სულის მომხსენიებელი იქნება. საინტერესო გამოთქმაა ცაშა ეხტიც, ანუ ცაში ახტი, ცასეწიე, რომელსაც გარდაცვალებასთან დაკავშირებითაც იყენებენ და ყოველდღიური სამადლობელი დალოცვის ფორმადაც. გავიხსენოთ თუნდაც ხევსურეთში დაცული უძველესი წესი ახალშობილ შვილზე მეორე, ეგრეთ წოდებული სულის სახელი დარქმევისა, როდესაც მას გარდაცვლილი უახლოესი ნათესავის სახელს არქმევენ. საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ტრადიცია დავს მიცვალებულთა სახელზე კვერების გამოსხობა. სიკვდილ სიცოცხლის სიახლოვეზე მიუთითებს ისიც, რომ თითქმის ყველგან თხინის სუფრაზე გარდაცვლილთა მოსაგონარ შესანდობარი ისმევა, ჭირის სუფრაზე კი ცოცხალთა სადგეგრძელოები და სხვა. ასეთია საზოგადოდ ჩვენი მენტალიტეტი. აქვე მინდა შევეხო ერთ მნიშვნელოვან საკითხსაც. ჩვენმა წინაპრებმა ფარნავაზისა და ქუჯის მსგავსად 1790 წელს კიდევ ერთხელ დაადასტურეს და საჯაროდ განაცხადეს სხვადასხვა კუთხის ქართველთა ერთობის შესახებ. შედგა დოკუმენტი სახელწოდებით ივერიელთა ერთობის ტრაქტატი, რომელსაც ხელი მოაწერეს მეფე-მთავრებმა. ეს იყო პასუხი საქართველოს გახლეჩისა და დაქუცმაცების მოსურნეთა მიმართ, რომელიც ცდილობდნენ ჩვენი სამშობლოს დაყოფას და სხვადასხვა კუთხის ერთმანეთისადმი გაუცხოებას. ეს პროცესი შემდგომაც გაგრძელდა, რასაც ჩვენი ერის სასიქადულო შვილებმა, წმინდა ილია მართალმა, მისმა თანამებრძოლებმა და ასევე მთელმა საზოგადოებამ საკადრისი პასუხი გასცეს. აღნიშნული თემა მე-20 საუკუნეში კვლავ წინ წამოიწია კომუნისტურმა რეჟიმმა და მას მიზანმიმართული პოლიტიკის სახე მისცა. ამან გამოიწვია აფხაზეთისა და ოსების გაუცხოება მათთვის ნათესაური და ბუნებრივი ქართული გარემოსაგან და შედეგად მივიღეთ დღეს არსებული კონფლიქტური სიტუაცია, რომელიც რა თქმა უნდა გლობალური პოლიტიკური დაპირისპირების გამოვლენაა, მაგრამ ამისთვის ნიადაგი დიდი ხნის ადრე მომზადდა. დღესაც ზოგიერთი უცხოელი მეცნიერი და ექსპერტი ისევ ახორციელებს მიზანმიმართულ ანტიქართულ სამეცნიერო იდეოლოგიურ კომპანიას. ამიტომაც გამოვედით ინიციატივით თელ ერს კვლავ დაედო ივერიელთა ერთობის ახალი ტრაქტატი და ამით ჩვენს დროში კიდევ ერთხელ გაგოცა პასუხი ავის მოსურნეთათვის. ახალ ტრაქტატზე ხელმოწერა დაიწყო გასული წლის 14 ოქტომბერს სვეტიცხოველში და ერთი წლის განმავლობაში გაგრძელდება. 2010 წლის სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე შეგროვილი ხელმოწერები კი დაიდება ტაძრის საკურთხეველში და ყველა ამ ადამიანის სახელით აღევლინება ლოცვა ჩვენი სამშობლოსა და ჩვენი ხალხის კეთილდღეობისათვის. მეტად დიდი მნიშვნელობა აქვს იმასაც, რომ ეს მოხდება სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის 1000 წლის თავზე. უფლის საოცარი განგებულებით ღვთისმშობლის წილხვედრი ივერიას ებოდა როგორც ყოვლადწმინდა მარიამის კვართი, რომელიც ზუდიჩია დასვენებული, ისე კვართი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, რომელიც პირველი საუკუნიდანვე სვეტიცხოვლის ტაძარშია დაკრძალული.
ამიტომ იქცა სვეტიცხოვლის საქართველოს უპირველეს ტაძრად, სადაც უძველესი დროიდან იხარშება მირონი, ეკურთხებოდნენ მეფენი, ეკურთხებიან პატრიარქი და მღვდელმთავარნი, აქვეა მათი ძვალშესალაგიც. ამ უდიდეს სულიერ მნიშვნელობასთან ერთად სვეტიცხოველს შეიძლება ითქვას განსაკუთრებული ისტორიულ-პოლიტიკური დატვირთვაც აქვს. იგი არის ერთიანი და ძლიერი საქართველოს სიმბოლო, რადგან მე-11 საუკუნიდან, როდესაც დასრულდა განახლება გამშვენება ამ ტაძრისა, ჩვენი ქვეყნის ზეობის ხანას ჩაეყარა საფუძველი. ვაცნობიერებთ კი, რომ ცხოველს ყოფილი სვეტის საფუძველში თავად განკაცებული ღმერთის, ჩვენი მაცხოვრის კვართი განისვენებს, რომლისაგანაც მომდინარე საოცარ მადლს განსაკუთრებული კრძალვით უნდა მივიახლოთ. ეს ჩვენი ერისთვის მომადლებული უდიდესი წყალობაა უფლისა, რაც დიდ პასუხისმგებლობასაც გვაკისრებს. საერთოდ, წმინდათა ნაწილები და ყოველი სიწმინდე ღვთაებრივი მადლის წყაროა, რომელთანაც ზიარების საშუალებას უფალი სხვადასხვა სახით გვანიჭებს. მადლის მქონეა სიწმინდეები, ნაკურთხი წყალი, ჯვარი, ხატები, სანთელი, პური, ღვინო, ზეთი, მაგრამ მადლის სისავთი წმინდა ზიარებას ვერაფერი შეედრება. იგია უპირველესი და უდიდესი საიდუმლო ქრისტეს ეკლესიისა. იგია ერთ-ერთი ყველაზე მთავარი არსობრივი სიახლე, რაც კი კაცობრიობის ცხოვრებაში ოდესმე მოხდა, ან მოხდება მეორედ მოსვლამდე. ყველა წირვაზე იესო ქრისტე დაიკulis ჩვენთვის, რათა მორწმუნენი არათუ მიეგებონ ჩვენთვის ჯვარცმულ ძეს ღვთისას, არამედ მიიღონ მისი ჭეშმარიტი ხორცი და სისხლი, რათა განუყოფელად და შეურყევლად შეუერთდნენ მას. ზოგიერთს გონია, რომ წმინდა ზიარების პური და ღვინო მხოლოდ სიმბოლურად მიგვანიშნებს მაცხოვრის ხორცსა და სისხლზე, რაც უდიდესი მკრეხელობაა და მწვალებლობა. წმინდა ზიარების წინ სათქმელ ლოცვებში არაერთხელ არის გამოთქმული ეკლესიის დოგმატური სწავლება იმის შესახებ, რომ ყოველ წირვაზე იესო ქრისტე ასრულებს საიდუმლო სერობას და როგორც მაშინ თავის მოციქულებს, ისე ჩვენს მოგვიწოდებს მიიღეთ და ჭამეთ, რამე თუ ესე არის ხორცი ჩემი თქვენთვის განტეხილი და ესე არის სისხლი ჩემი ახლისა აღთქმისა, მრავალთათვით დათხეული მისატევებლად ცოდვათა. სამწუხაროდ, ჩვენ მცირედ მორწმუნეობის ან სულიერი სიბრმავის გამო ხშირად ვერც კი ვაცნობიერებთ, თუ როგორი რწმენითა და პასუხისმგებლობით გვმართებს ამ საიდუმლოსათვის მომზადება. მეტად გულსადგენია, რომ ზოგიერთი ადამიანი მართალია ხშირად ეზიარება, მაგრამ სულიერად საერთოდ არ იცვლება და ჩვეული მანკიერი ცხოვრების წესს აგრძელებს. ასეთი ადამიანი თუ არ გამოსწორდა, დაიღუპება. კიდევ უფრო მძიმე საჯელს იმსახურებს უღირსად მაზიარებელნი, რაც ცნეულების ან მათი სხვა სახით დაჯის მიზეზი ხდება. გულწრფელი აღსარებითა და სინანულით მიღებული ზიარება კი სულისა და ხორცის საკურნებელია, რითაც ადამიანი სოდვითი მიდრეკილებებისაგან თანდათანობით გათავისუფლებაში, მის სულიერ ფერიცვალებაში ვლინდება. მადლობა ღმერთს, ასეთი მრევლიც მრავლად გვყავს. შევნიშნავთ, რომ არსებობენ ისეთი მორწმუნენიც, რომელიც მართალია თავს ქრისტიანებად მიიჩნევენ, მაგრამ აღსარებისა და წმინდა ზიარებისაგან შორდგანან და მიაჩნიათ, რომ ეს მათთვის აუცილებლობას არ წარმოადგენს, რაც უდიდესი შეცდომა და უდიდესი ცოდვაა. ეს ფაქტობრივად ქრისტიანობაზე უარის თქმას ნიშნავს იმ მაცოცხლებელ ენერგიაზე თავისი მოწამეობრივი ღვაწლით, რომ გვიბოძა უფალმა. ამიტომაც, თუ ჩვენი ხწნადი ბუნება წმინდა ზიარების საშუალებით მუდმივ კავშირში არ იქნება მარადიული სიცოცხლის მომნიჭებელ ღვთაებრივ მადლთან, შემოქმედს მოწყვეტილნი სულიერად მოვკვდებით. გავიხსენოთ მაცხოვრის სიტყვები, როგორც ლერწი ვერ მოისხამს ნაყოფს თავისით, თუ ვაზზე არ დარჩება, ისე თქვენს თუ ჩემში არ დარჩებით, რადგან უჩემოდ არაფერს კეთება არ ძალგიც. მას ყველა შიშითა და კრძალვით დავეწაფოთ ღვთიურ მადლ ზიარებისა. ეს კი ბუნებრივად გულისხმობს ცოდვისაგან განდგომას. აი როგორ მოძღვრავს პავლე მოციქული, ხორცის საქმეები აშკარაა, ეს არის სიძვა, უწმინდურება და თავშ თავაშებულობა, კერპმსახურება
მისნობა, სიძულვილი, მკვლელობა, ლოთობა, გაუმაზრობა და სხვა. ასეთი რამის ჩამდენი ღვთის სასუფეველს ვერ დაემკვიდრებენ, ცოდვის საზღაური სიკვდილია. ხოლო სულის ნაყოფია სიყვარული, სიხარული, შვიდობა, სულგრძელება, სიკეთე, ერთგულება, სიმშვიდე, თავშეკავება. და ისინი, ვინც ღვთისმსული წარიმართებიან, ღვთის შვილები არიან, ღვთის მემკვიდრნენი და ქრისტეს თანამემკვიდრენი. უფალი ბრძანებს, რაც არგებს კაცს თუ შეიძენ მთელს ქვეყანას და სულს კი წააგებს. ან და რას მისცემს კაცი თავისი სულის სანაცვლოდ. მთელი დედამიწის სიმდიდრე არ ღირს ერთი ადამიანის სულად, რადგან იგი ხატებაა ღვთისა, ამიტომაც უმნიშვნელო, უბრალო პიროვნება არ არსებობს. თითოეული ადამიანი უნიკალურია, დაჯილდოებულია განუმეორებელი და განსაკუთრებული ნიჭით, ოღონდ ჩვენ ეს უნდა აღმოვაჩინოთ. ადამიანი უნდა დაფიქრდეს თავის დადებით და უარყოფით თვისებებზე და ეცადოს დადებითი მხარე კიდევ უფრო განავითაროს. ცოდვითი მიდრეკილებები კი დათრგუნოს და თანდათანობით ჩამოიცილოს. ქრისტიანეთათვის დედამიწა არ არის სამოთხე, ეს არის განსაცდელებით სავსე ადგილი და თავარია ჩვენ სწორი პასუხი გავცეთ ყოველდღიურ გამოწვევებს. შეგვიძლია სხვისი სიხარულის გაზიარება ან გასაჭირში თანადგომა. შეგვწევს უნარი შენდობისა, ვართ მშვიდნი თუ შურით სავსენი, ადამიანის მოყვარულნი თუ მხოლოდ საკუთარი თავისთვის მზრუნველნი. საერთოდ სამოთხეც და ჯოჯოხეცით ნებისმიერი ადამიანისათვის აქ ამ ქვეყნად იწყება. ამ რეალობის წინაშე დგას კაცობრიობაც და თითოეული ჩვენგანის უკვე 2000 წელია. ყოველივე ამის გათვალისწინებით არის, რომ ეკლესია ასე ხშირად მოუწოდებს საზოგადოებას ზნეობის დასაცავად და ქრისტიანული გზით სვლისაკენ. განა შეიძლება გულგრილი ვიყოთ მაშინ, როდესაც ხდება ქრისტეს სწავლების უგულებელყოფა, ავხორცობისა და ძალადობის პროპაგანდა და საერთოდ ხალხის სულიერი დეგრადირებისათვის ხელშეწყობა. ამის მოქმედნი ალბათ ვერ აცნობიერებენ, რომ თავსაც იხუპავენ და ათასობით ადამიანსაც დიდ ცოდვაში აგდებენ. კიდევ ერთხელ შევახსენებთ მათ ცხოვრის მკაცრ გაფრთხილებაც, ვინც ღვთისგანაა, ღვთის სიტყვებს ისმენს. თქვენ იმიტომ არ ისმენთ, რომ ღვთისაგან არ ახართ. განსაკუთრებით მინდა მივმართო ახალგაზრდებს, რომ კარგად გააცნობიერონ თავიანთი პასუხისმგებლობა საკუთარი თავის, ღვთისა და სამშობლოს წინაშე. ჩემო საყვარელო შვილო, ჩაიხედე შენ სულში და გაარკვიე, რა გზით მიდიხარ, ვისი ნების აღმსრულებელი ხარ და ვის ძედ გსურს რომ იწოდებოდე. ეს უმნიშვნელოვანესი კითხვაა, რომელსაც პასუხი აუცილებლად უნდა გასცე. არა აქვს მნიშვნელობა სასულიერო პირი ხარ თუ საერო, ქართველი თუ არა ქართველი, ხალხისაგან პატივცემული თუ საზოგადოებისაგან მიტოვებული. უნდა იცოდე ისიც, რომ ნებისმიერ პიროვნებას აქვს შესაძლებლობა განეშოროს ცოდვას და ყველაზე დაცემულ მდგომარეობაში მყოფმაც კი მთლიანად შეცვალოს თავისი ცხოვრება, ხოლო უფლის ნებასთან თავისი ნების შეერთებით მოიპოვოს ჭეშმარიტი თავისუფლება და ღვთის დიდი წყალობა. ქრისტესთან ყოფნის სიხარული იმდენად ყოვლის მომცველი, დენით აღუწერლი გზნობაა, რომ მას ვერც ერთი მიწიერი განცდა ვერ შეედრება. ეს იმდენად დიდი ნეტარებაა, რომ იგი ვერ დაიდგუნება ვერანაირი სულიერი თუ ფიზიკური ტკივილით. ნუ თუ ბოროტმა უნდა გძლიოს და ამ ზეციურ მადლს და გამოუთქმელ წყალობას განგვაშოროს. ნუ თუ ისე უნდა განლოთ ეს ცხოვრება, რომ ვერ ვიგრძნოთ ნამდვილი ბედნიერებისა და თავისუფლების სიხარული. ნუ იყოფინ. წმინდა მოსიქული ბრძანებს, რომ რწმენა საქმის გარეშე მკვდარია. ამიტომ სურს თქვენი ყურადღება უპირველეს ქრისტიანულ სათნოებაზე შევაჩეროთ. ეს არის პატიმართა შეწევნა და სნეულთა მიხედვა. სახარებაში უფალი თავის თავს აზარებს როგორც პატიმარს, ისე სნეულს და ამბობს: სნეული ვიყავდა, მომხედეთ, საყურებელში ვიყავით და მოხვედით ჩემს სანახავად. რადგან რითაც შემეს შეეწიეთ ერთამ ჩემს მცირე ძმათაგანს, იმით მე შემეწიეთ. ამიტომაც იყო, რომ რამდენიმე წლის წინ ლოცვა-კურთხევა მივეცი მრევლს.
კვირაში ერთი დღე მაინც, მაგალითად შაბათი, გამოეყოთ ამ სათნო საქმეთა აღსასრულებლად და ეს კურთხება მინდა ისევ ყველას შეგახსენოთ, ხოლო ვისაც ამის გაკეთება არ შეუძლია, ილოცონ მათთვის. ხელისუფლებას კი ვთხოვ, შექმნან ისეთი სისტემა, სადაც უფრო მეტად იქნება დაცული პატიმართა და სნეულთა უფლებები. ფიქრობ, სასწრაფო და გადაუდებელი მკურნალობა უნდა დაფინანსდეს სახელმწიფოს მიერ, რომ ადამიანი უსახსრობის გამო არ გარდაიცვალოს და ექიმებსაც და სახელმწიფოსაც ღვთის წინაშე მორალური პასუხისმგებლობა არ დაეკისროს. ამასთან კარგი იქნება თუ სადაზღვევო სამეცნიერო სისტემაზე გადასვლის პროცედურასთან დაკავშირებით საზოგადოების ფართო მასები უფრო მეტად იქნებიან ინფორმირებული, განსაკუთრებით სოფელში მცხოვრნები, რათა მათ სრულიად ისარგებლონ ამ სიახლით. ძალიან მნიშვნელოვანია პატიმრების თემა. მათ შორის ბევრია გაჭირვების გამო შედარებით მცირე დანაშაულის ჩამდენი, ზოგიერთი კი შემთხვევით ან სხვისი მიზეზით იმყოფება ციხეში. მიმაჩნია, რომ ასეთი კატეგორიის პატიმრები განსხვავებულ მიდგომას საჭიროებენ და მათი გათავისუფლება ან მიმაგრებით ადგილზე გადაყვანის პროცესი უნდა დაჩქარდეს. ასევე ცალკე კატეგორიად უნდა გამოიყოს ავადმყოფი პატიმრებიც, განსაკუთრებით ტუბერკულიოზით დასნეულნებულნი, მათ ინტენსიური მკურნალობა უნდა ჩაუტარდეთ. საერთოდ ციხეში მყოფთათვის ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება მეუღლესთან ცალკე შეხვედრის შესაძლებლობის მიცემა. დღეს არსებული იზოლაცია ერთი მხრივ მიზეზი ხდება ოჯახების დანგრევისა, ხოლო მეორე მხრივ კი პატიმარში არა ჯანსაღი ფსიქიკური პროცესების განვითარებისა. ადამიანებისათვის საჯელიც ისიც კმარა, რომ მას თავისუფლება არ საკვეთილი, სახელმწიფომ უნდა იზრუნოს, რომ იგი გამოსწორებული, სულიერად და ფიზიკურად ჯანმრთელი დაუბრუნდეს საზოგადოებას. და ბოლოს ჩვენთვის ყველაზე აქტუალურ პრობლემას, ტერიტორიულ მთლიანობას საკითხს მოკლედ შევეხო. მიმაჩნია, რომ ჩვენისთანა პატარა სახელმწიფოსთვის საგარეო პოლიტიკაში, განსაკუთრებით კი მეზობელთან ურთიერთობაში მთავარი იარაღი დიპლომატია და პრობლემების მშვიდობიანი გზით გადაწყვეტა უნდა იყოს. ასევე საჭიროა პირდაპირი დიალოგის დაწყება აფხაზებთან და ოსებთან. რათა აღდგეს ჩვენ ხალხებს შორის ნდობა, მათ უნდა გააცნობიერონ, რომ მიმდინარეობს სოფლიო გლობალიზაციის პროცესი და ერთად ცხოვრება ჩვენ მაინც აუცილებლად მოგვიწევს. არ ვიცი ეს მათთვის რამდენად მისაღებია, მაგრამ მათი გადარჩენის გარანტია სწორედ ამაშია. გასათვალისწინებელია ისიც, რომ თუ აღნიშნული კონფლიქტი საერთაშორისო ძალთა დაპირისპირების შედეგია, ბუნებრივია მათ გარეშე ამ პრობლემების მოგვარება გაჭირდება, მაგრამ ყველად უნდა იცოდეს, რომ ჩვენ სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და ერთიანობის საპირწონე სხვა ღირებულები არ არსებობს. ეს ყოველთვის იმედით ვარ ახსნი და მჯერა, ადრე თუ გვიან საქართველო გაერთიანდება. ჯერა იმისაც, რომ მიწიერი გაგებით როგორი მძიმეც არ უნდა იყო ჩვენი მდგომარეობა, უფლისათვის შეუძლებელი არაფერია. მთავარია ვეძიებდეთ ღვთის სასუფეველს და მის სიმართლეს და ყოველივე მოგვეცემა. მას შევთხოვოთ მაცხოვარს, ჯოჯოხეთის მსგავსად შემუსროს ჩვენს გულში არსებული ცოდვები და ვნების სამეფოს, რათა ღვთის მადლით განწმენდილნი ვიქცეთ ტაძრა სულისაწმინდისა და შევძლოთ სწორედ აქ ჩვენს გულში განვამზადოთ ახალი საკურთხეველი და ახალი სამეფო ტახტი ჩვენთვის ჯვარცმული და აღდგომილი იესოსათვის. ქრისტე აღსდგა. ჭეშმარიტად აღსდგა. მას გარდა იქეცინ გლოვა თქვენი სიხარულად და მწუხარება იგი მხიარულებად. ამინ. სიყვარული თქვენთვის მლოცველი ილია მეორე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი. აღდგომა ქრისტესი, თბილისი, 2010 წელი. ქრისტე აღსდგა. Христос анести. Христос анести. Христос воскресе. Воистину воскресе. Ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს, სვიდვალი აღდგომის დღესასწაულს. ღმერთმა მოგცეს
შვიდობა, სიხარული, სიყვარული, ლოცვის უნარი. თქვენ იცით, რომ ლოცვას და მარხვას ბევრი რამ შეუძლია. იყავით ბედნიერი, პატივიეს მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილი გეყოსო და დღე-ღრზელი იყო ქვეყანასა ზედა. აი სად არის გასაღები ბედნიერებისა, უნდა ვსცეთ პატივი დედასა, მამასა და დედასა. ადამიანი მაშინ ბედნიერია და დღე-ღრზელია. დალოცვილი და გახარებული იყავით. თქვენ ყურადღებით წაიკითხეთ ეპისტოლე. მან ბევრი რამ არის ისეთი, რაც სჭირდება საქართველოს. დაგლოცოთ ღმერთმა თქვენ, დაგლოცოთ ღმერთმა, დალოცოს ღმერთმა მთელი საქართველო და დალოცოს ღმერთმა აფხაზეთი, ცხინვალის რეგიონი და გაუხსნას უფალმა მათ სულიერი თვალი და გული, რომ გაიგონ სად არის მათი გადარჩენა. და მე მუდამ დიდი სიყვარულით ვიხსენებ აფხაზეთში 11 წლის მდელმთავრობას. აფხაზი ხალხი და ოსები მოსიყვარულე ხალხია. ისინი შეცდომაში შეიყვანეს ხმებმა. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ. ძველი ხალხი ამბობდა, წყალი მიდგება, მოდგება, თავის საგუბანში ჩადგება. ასე რომ ეს არის ჩვენი ბედი და ჩვენი ჯვარი. ჩვენთან არის ღმერთი.